მოგესალმებით ადათის და სჯაბაასის მაყურებელო. დღევანდელ გადაცემაში სტუმრად ყავს მოცეკვავე ქორეოგრაფი დავით მაისურაძე. ყოფილი მოცეკვავე ხო არ არსებობს? არ არსებობს, რა თქმა უნდა. მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს და რა ვიცი, ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენს გადაცემაში ვარ. გისურვებთ წარმატებას და ძალიან კარგი პროექტია, ძალიან საინტერესო თემებზე ვსაუბრობთ. ამისთვის დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენ. აიხარით. მოდი ტრადიციულად უფლის სადიდებლით ვიწყებთ ყოველ გადაცემას. კი ბატონო. დიდება უფალს. დიდება უფალს. მშვიდობა მოგცეს. დიდება უფალს. შეგენაცო. გოდი იმას ბოლოს ფრალები ვიქნებით უკვე. ეგრე ჯობი. კარგი, სუხიშვილების მოცეკვავე ხარ, სოლისტი ხარ. ყოფილი. დიახ, კი ბატონო. როგორ მოხვდი სუხიშვილებში საერთოდ ამდენი წლიდან? 2005 წელს მივედი სუხიშვილის ანსამბლში. მანამდე იყო 2 წელი ვცეკვავდი ანსამბლ რუსთავშიც. მანამდე უნივერსიტეტის ანსამბლშიც ვცეკვავდი, ბავშვობიდან ესე რომ ვთქვათ, ვცეკვავთ, მაგრამ 2005 წლიდან მოხვდი სუხიშვილების ანსამბლში. ბატონ დავით უგრეხელიძეს ხელში ვიყავი, ეგრეთ წოდებული რაჭუკასთან. და ძალიან მალევე გადავედი ძირითად ანსამბლში, სადღაც 1 წელიწადში მომიწია დიდი ანსამბლი წავიდა ამერიკის მოგზაურობაში, მაშინ შტატების მოგზაურობა იყო 3 თვიანი. მას შემდეგ ვიცეკვე სუხიშვილის ანსამბლში 2022 წლამდე, პრაქტიკულად 22 წლის ჩათვლით, 23 წელი რო დადგა უკვე აღარ ვიყავი ანსამბლში, ჩემი ჯანმრთელობიდან გამომდინარე. რასაც ტრავმა დამემართა ხერხემალზე და ოპერაცია გავიკეთე და მე ბევრი ეტაპები გავიარე, მაგრამ უკვე სხვა რაღაცეებზეც შემაწუხა და იძულებული გავხდი, რომ გავჩერებულიყავი. თვითონ ანსამბლში მოღვაწეობას ვიტყვი, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ და მადლობას ვუხდი უფალს, რომ მომიწია ანსამბლში ცეკვა. სუხიშვილის ანსამბლი არის ჩემთვის სოფლიოში ნომერ 1 ანსამბლი და ოცნება და ნატვრა მქონდა, რომ აი ამ ანსამბლში მეცეკვა და მომხდარიყავი. და ღმერთის ნებით, წყალობით და ჩემი მონდომებით, რა თქმა უნდა, ხვდა წილად ის ბედნიერება, რომ ვიცეკვი ანსამბლ სუხიშვილებში და რაც მიყვარდა, რაც მომწონდა, რაც მაინტერესებდა, თითქმის ყველაფერი მაქვს ნაცეკვი სუხიშვილის ანსამბლში. და ეს ჩემთვის არის ისტორია. რა თქმა უნდა. ემოციები როგორია, აი როცა ასრულებდი კარიერას და უნდა წამოსულიყავ სუხიშვილებიდან, მაგრამ რა ხდება, აი თუ გახსოვს ეს მომენტი? რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ამ ყველაფრის გახსენება, იმიტომ რომ წარმოიდგინე ცხოვრებაში აკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ აი რაღაცას მიაღწიო, აი ამ ყველაფერს მიაღწიე და შემდგომ აგძელებ ისევ განვითარებას, შრომას, ყოველდღიურ დისციპლინას, რომ შენი საქმე მაღალ დონეზე იყოს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სიყვარულით აკეთებ, საქმისადმი სიყვარულით და არა იმიტომ, რომ სიტყვაზე ვიღაცა გავალდებულებს, გაძალებს, ან რაღაცა გიხარია და მე უცბად დგება ის მომენტი, რომ აი უნდა დატოვო ეს ყველაფერი და უნდა წახვიდე. თან მტკივნეულია, რომ აი ტრამვის გამო გიწევს წასვლა, ძალიან ბევრი წასვლა ანსამბლიდან, სუხიშვილებიდან ჩემ პერიოდში. სხვადასხვა მიზეზების გამო ზოგს რაღაცა ცხოვრებისეული პრობლემები ქონდა, ან რაღაც მატერიალურად ვერ დგებოდა მაინც კი ცეკვავდნენ, მაგრამ იყვნენ ბევრი ჩამოსულები, ბევრის რო სახლი არ აქონდა და ნაქირავებში ცხოვრობდა და ვერ წვდებოდნენ რა მე შვილი გაუჩნდა, ოჯახი ეს და იძულებულები ხდებოდნენ რომ წასულიყვნენ და ეტოვებინათ და საბოლოო ჯამში რომ მიდიხარ ანსამბლიდან, აი წარმოიდგინე რომ რაღაცა შენ თელს ცხოვრებას ტოვებ და მოდიხარ. ეს არის ძალიან ისეთი მისტიური და ძალიან რთული ამ ყველაფრის გადალახვა რა. ისთვისაც ამდენი იშრომე და სანამდეც მოხვედი და დამსახურება გაქვს. თან ერთ-ერთი გამორჩეული სოლისტი, ტრიუკაჩი, უფრო მეწილად ესე ხო სწორი ნათქვამია. კი ბატონო, გქონდა ეგ ბედნიერებაც. კაი, წამოხოდი სუხიშვილებიდან და შემდეგ აარსებ ანსამბლს. არა, მე პარალელურად ანსამბლი უკვე დაარსებული მქონდა. 2005 წელს მივედი გითხარ. პრინციპში ხო 22-ში წამოხვედი, ხო. სადღაც
2006 წელს ჩამოვაყალიბეთ ანსამბლი, დავიწყე ჩემი საკუთარი მოღვაწეობა და საერთოდ სხვადასხვა მიმართულება. კი შენ ცეკვავ, ბევრი რაღაცა იცი, როგორც მოცეკვავებ და რაღაცა, მაგრამ ბავშვებთან ურთიერთობა ეს უკვე ცალკე ფურცელია და ცალკე განზომილებაა. იმიტომ რომ არ არის ის, რომ მე მარტო მაგარი მოცეკვავე ვიყავი, სიტყვაზე ტექნიკურად რაღაცა ვისწავლე მაღალ დონეზე, ესე არ არის. იმიტომ ბავშვი რომ მოვიდა შენთან, რომ მიიღე, მან არ იცის არაფერი, მას უნდა ადგენევინო ფეხი და პირველ რიგში მაგალითად ჩემი მიზანი რაც არის ბავშვთან, რომელიც ჩემთან რომდის, რომ ცეკვა შევაყვარო. პირველ რიგში აი ბავშვი მოვიდა და როგორ უნდა შეაყვარო ცეკვა. მე მაგალითად ეს აღვიქვა, რომ მას უნდა შეუყვარდეს გარემო. შენთან ურთიერთობა, მასწავლებელთან ურთიერთობა, როგორ ურთიერთობს შენთან, რა ურთიერთობაში შემოდის და აი ამის მერე უკვე იწყება ის ცეკვის სიყვარული და ის ცეკვის მარცვალის ჩადება მასთან, რაც საბოლოო ჯამში უნდა შედეგზე იყოს ორიენტირებული რა. თუ ბავშვს მოახერხებ და ცეკვას შეაყვარებ, ის ყველაფერს გააკეთებს. ის შეიძლება მოგლიჯოს და მოგიტანოს. აი შენ რაც გინდა ყველაფერს გაგიკეთებს. ეს არის პირველი ჩემი ამოცანა, რომ ბავშვმა ცეკვა შეიყვაროს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ცეკვა შევაყვარებ, მე მის გვერდზე რო არ ვიდგები და ვეტყვი, რომ აი ეს დასამუშავებელი გაქვს, ის წავა და თავს მოიკლავს. სახლში, სკოლაში, გაჩერებაზე თუ სადაც არ იქნება სტადიონზე იმილეთ ივარჯიშებს და დაამუშავებს და მოიტანს და შეასრულებს ისე როგორც მინდა რომ შემისრულოს. და ეს არის დიდი, რა ვიცი, საიდუმლოება რა. ნუ შედეგები რო თვალსაჩინოა, ეხლა სოლო კონცერტის ჩაატარე. კი ბატონო, რა ვიცი. პირველ რიგში მაგ სოლო კონცერტთან დაკავშირებით მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირს და ბატონ კახა მარკოიშვილს და თქვენ ყველას შემოქმედებით ჯგუფს, რომ მომეცით საშუალება იმისა, რომ ჩემი ნაშრომი, ჩემი ჩანაფიქრი, როგორც მინდოდა, რანაირადაც მინდოდა გამომეტანა და მაყურებლისთვის მეჩვენებინა. ეს არის ძალიან ძნელად შესასრულებელი, მატერიალური კუთხით ვიძახი, შრომაზე აღარ ვსაუბრობ, იმიტომ რომ ძალიან დიდი მატერიალური უზრუნველყოფა გჭირდება, რომ შენ აი შენი ხელწერა და შენი ნაშრომი სწორად გამოიტანო და სწორად წარმოაჩინო. და აი ამისთვის უდიდესი მადლობა. რაც შეეხება ჩვენ სოლო კონცერტს, ვფიქრობ, რომ მერტისნებით გამოგვივიდა ჩვენი ჩანაფიქრის რეალიზება და წარმოჩენა ჩვენი მაყურებლისთვის და ამაზე არ ვჩერდებით, რა თქმა უნდა, კიდე ბევრი გვაქვს სამუშაო. საერთოდ ზოგადად ჩემს ცხოვრებაში არის ესეთი რაღაცა, რომ ნებისმიერ ეტაპზე, სადაც არ უნდა ვიყო, ერთ ადგილზე არ მიყვარს გაჩერება, რომ ერთ ადგილზე, როდესაც ჩერდება ადამიანი, იწყება რედუქციული ფაზა, ანუ უკუსვლა. გინდა თუ არა შენ უკან მიდიხარ. გინდა თუ არა შენ უკან მიდიხარ და ეს არ არის. აი შევქმენით, გავაკეთეთ რაღაცა და ყოველთვის გვაქვს, რომ რაღაცა კიდე სიახლე მოვიგონოთ, შევქმნათ, შევძინოთ ისტორიას, ჩვენი ანსამბლის ისტორიას და ავტოვოთ და ასე შემდეგ რა. ანუ აი ესეთი არის ჩვენი შემოქმედება რა. ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირს. ასევე სჯაბაასის გადაღებაშიც გვერდში გვიდგას გვეხმარება ქორეოგრაფთა კავშირი. ძალიან საინტერესო რაღაცა თქვი სხვათა შორის. ესეთი ცოტა ფილოსოფიური, რომ თუ გაჩერდი, ესე იგი უკან მიდიხარ რა. იმიტომ რომ დრო წინ აგზელებს სულას ყოველთვის და გაჩერება ნიშნავს, რომ თავისთავად რომ გაგასწრო. და მაგიტო ხდება ალბათ ეგ ამბავი. კაი, მე შენ პირადად გნახე, ირაოში იყავი მოსული, მაშინაც ქორეოგრაფთა კავშირმა მოგიწვია ტრიუკების მასტერკლასი ჩაატარე. მაშინ აღნიშნე ეგეთი რამე, რომ აუცილებლადო არასწავლოთო ისეთმა მასწავლებელმა ტრიუკები ბავშვებს, რომელსაც არ გაეკეთებიათ თავადო და არ იცის თუ ამის გაკეთებაა. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ რასაც ასწავლის მასწავლებელი მოსწავლეს, თვითონ აკეთებდეს ამას. იმიტომ რომ თეორიულად შეიძლება კარგად იცოდეს. აი დიდი ხნის მოცეკვავე მაგალითად შეიძლება ძალიან კარგად იცოდეს, როგორ კეთდება ტრიუკი, თეორიულ დონეზე, ჰიპოთეტურად. არა, არ გაუკეთებია. კი ბატონო, მაგას მოდი ესე ავხსნი და ცოტა ღრმად ჩავშლი. დღეს პრობლემა წარმოიშვა ბევრ საკითხთან მიმართებაში. მაგალითად, პირველ რიგში შენი მოცეკვავე არის და რა თქმა უნდა,
უნდა გაუფრთხილდე მის ჯანმრთელობას და აი ამ ჯანმრთელობას რო გაუფრთხილდე, ცოდნა უნდა დააგროვო ბევრ რაღაცასთან მიმართებაში. ტრიუკი და ზოგადად ეგეთი ტექნიკური ელემენტი იწვევს ტრავმას. თუ მაღალ ხარისხში არ მოხდა მისი შესწავლა. დაზღვეული მაშინაც არ ახარ მაღალ ხარისხში რომ ხდება ამის შესწავლა, მაგრამ ჩვენ ბერკეტი გვაქვს ის რომ სპეციფიკურად უნდა შეირჩეს ისეთი ბავშვები, ვისაც ფიზიოლოგია და ღმერთის მიერ ბოძებული ნიჭი გააჩნია. და რატომ ვიძახი ამას? აი ბავშვები მოდიან ცეკვაზე, მე უცბად აღმოჩნდება რომ აი მე ხერხემლის პრობლემა აქვს და ცეკვაზე არ ატარო, მაგრამ ეს ცეკვამ არ გამოიწვია. საერთოდ ყოფილა ისეთი შემთხვევები, რომ ბავშვი არც ცეკვაზე დადის, არც არანაირ სპორტზე არ დადის, მაგრამ ხერხემლის პრობლემა ექნება და მე რას აბრალებენ, რომ აი როგორ ზის, როგორ წევს, ანუ ის უნდა რა ქვია, სპეციალური მატრასი რო იწვეს, ჯდომარე გაკვეთილებს ესე არ უნდა წერდეს და აი ამან გამოიწვია. ანუ რა, ფიზიოლოგია, როგორი ფიზიოლოგიის არის ბავშვი. მე ჩემი ხერხემლის პრობლემა რო დამემართა, მომიწია ამის მერე ბევრი რაღაცის შესწავლა და აი დანამდვილებით გეუბნებით, აი ქართულ ცეკვაში არ არის ანუ ის რომ შენ ხერხემლის ისეთ ვარჯიშს აკეთებინებდე, რომელიც სიტყვაზე მას რეაბილიტაციოდ ან სხვანაირ კორპუსის შესაკრავად სჭირდება. საერთოდ სხვა არის. ხერხემლის ვარჯიშები არსებობს ისეთი, რომელიც კრავს კუნთოვან კარკას და აი ამ კუნთოვანი კარკასის შეკვრის შემდეგ ის უკვე ისე არის მომზადებული, რომ პრეცედენტი თითქმის ამოწურულია. თუმცა მაინც ხდება პრეცედენტები. დღესდღეობით მსოფლიოში ნომერ პირველი სპორტია ბოდიშით ფეხბურთი, რომელიც არის ყველაზე ტრამვირებული. ანუ ეს არის სტატისტიკურად. მაგრამ დაყავთ ბავშვები და ასე შემდეგ. მე მშობლებს ურჩევ პირველი სასტარტო ეტაპზე 6 წლის გახდება თუ 5 წლის გახდება, ბავშვი შეიყვანონ ცურვაზე. იმიტომ რომ ცურვა არის ნომერ პირველი სპორტისარეაბილიტაციო გამაჯანსაღებელი, რომელიც აყალიბებს ბავშვის სხეულს და უქმნის იმის საშუალებას, რომ ცხოვრებაში მერე იყოს ჯანმრთელი. ძალიან კარგი იქნება თუ მთელი ცხოვრება იცურავებს. ანუ ის 3 დღე კვირაში წახვა შენ ცურვაზე და ექნება ეს ჩადებული, ძალიან კარგია და ამას მე არ ვიგონებ, ეს არის დადასტურებული კვლევებით და ასე შემდეგ რა. შემდგომში რა ვიცი, რაც შეეხება უშუალოდ ტრიუკის შესწავლას და ტრიუკზე მუშაობას, ეს არის ხანგრძლივი პროცესი, ძალიან ხანგრძლივი პროცესია, როცა ბავშვს შენ არ უნდა უთხრა, ადექი, ახტი, ეხლა შენ და მუხლებზე დაეცი. ეს არ უნდა უთხრა ბავშვს. ყველაფერი ისწავლება დაშლილად, მე მაგალითად ესე ვასწავლე. ყველანაირი დეტალი ზემოთ მაგალითად რა გვაქვს ჩვენ 2 ტრიალი გვაქვს, 2 ტრიალ დვაინოი, ორმაგი ბრუნი ჰაერში გვაქვს, ადგილზე ორმაგი ბრუნი, 2 შენე და ორმაგი ბრუნი. ეს ყველაფერი ცალკე უნდა ისწავლოს ბავშვმა, მას უნდა კონდეს უკვე ცეკვის ტერმინოლოგიით წერტილი გრძნობა და არ უნდა იყურებოდეს აქეთ-იქით და შენ როცა ბავშვი აქეთ-იქით იყურება და ვერ არ იცის მან წერტილი სად აიღოს და ისე ეცემა, ის აუცილებლად დაიტრამება, იმიტომ რომ ის ვერ ხვდება სად დაეცეს. შესაბამისად გამოდის რომ დაშლილად უნდა ასწავლო ყველაფერი და მერე გადმოგაქვს უკვე მუხლის ტექნიკა. მუხლის ტექნიკაში უკვე მე მაშინაც თქვი და ეხლაც გავიმეორებ რომ ჩემთვის ყველაზე ჯადოსნური ტრიუკი არის ბავშვებთან, ყველას ამას ვიწყებს, საბაზისოდ ვასწავლი, ტყუპი მუხლი. სადაც ვიცი რომ ის მე არ დამეტრამება, იმიტომ რომ ის არ აკეთებს ზემოდან დაცემას. პრობლემა ხდება მაშინ, როცა შენ აკეთებ დაცემას. ადამიანს შეიძლება ესე ფეხი აგისრიალდეს, დაეცე და თიაქარი დაიზიანო. ანუ დარტყმის და არასწორი დაცემის შედეგად. შესაბამისად, მე მასთან რომ დავიწყე უკვე ეს ტყუპის მუშაობა, მან უკვე გამოიმუშავა მუხზე დაცემის გრძნობა. აი ეს გრძნობა რო ჩნდება, მე ზემოთ რო ისწავლა მან რო წერტილი როგორ აიღოს და ასე შემდეგ, მე უკვე ეს მიდის ნელ-ნელა შეერთება. ნელ-ნელა ისიც რაღაცა ვარჯიშების
კომპლექსური ვარჯიშების შეერთებით და საბოლოო ჯამში ვიღებთ შედეგს. მე ხა ცხოვრებაში 20 წელია ბავშვებს ვასწავლი და ნუ არა მქონია ის პრეცედენტი ჯერო ვიღაცას ხერხემალი დაეზიანოს. ეგეთი პრეცედენტი არ მქონია. რაც შეეხება მუხლის ტრავმაც არ მოსვლიათ ჩემთან ტრუკაჩებს, ნუ ჯერჯერობით ესეა და მომავალში როგორ იქნება არ ვიცი. თუმცა საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ ვიტყვი, მე თვითონ დვაინოის და ორმაგი ბრუნის დროს სცენაზე მივიღე ტრავმა, მაგრამ ყველაფერს თავისი ასაკი და დრო გააჩნია. მე ეს ყველაფერი დამემართა 36 წლის, 35 წლის რო ვიყავი უკვე და ვიტყოდი მოცეკვავეებს ვეტყოდი რომ 30 წლის მერე უკვე ადამიანის სხეული გადადის სხვა ეტაპზე. ეს ჩვენ გვინდა თუ არა ეგრეა. 30 წლამდე შენ ხარ სულ აღორძინების პერიოდში, შენი ორგანიზმი სულ აღორძინების პერიოდშია და 30 წლის მერე უკვე მიდის სხვა ეტაპები. შესაბამისად უკვე უნდა ნაკლებ შენ მცირდეს ეს დატვირთვას უნდა დაცემები, დახტომები. აქ არ არის საუბარი ეხლა რომ ერთი კონცერტი ვიცეკვე, ორი კონცერტი ვიცეკვე. აი ცუხიშვილებში მაგალითად მოგზაურობაში რომ მივდიოდით 2 თვიან მოგზაურობაში, 3 თვიან მოგზაურობაში გვიწევდა 50-55 კონცერტი. კონცერტის განმავლობაში ეს კონცერტები იყო რომ ხან ყოველ დღე გქონდა, ხან დღეში ორჯერ გქონდა ხოლმე. და კონცერტის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ გვიწევდა, ვინც მუხზე მუშაობდით დაცემა, იმიტომ რომ შეზღუდული რაოდენობით მივდიოდით და ტრუკაჩებიც და მუხლის ტექნიკოსებიც, ვინც მუხზე ელემენტები უნდა შეგვესრულებინა, არ ვიყავით, მაგრამ მაინც ესე მხრებ გაშლილი რომ ერთმანეთი შეგვეცვალა. აი ესეთი სიტუაცია იყო და აი ამ ბევრი მუშაობის შედეგად საბოლოო ჯამში წვეთმა-წვეთი შეავსო და სხვა გახდაო, აი ეგეთი ვარიანტია რა, საბოლოო ჯამში იწვევს მერე უკვე დაშლას და ტრავმას. 30 წლის მერე გადავდივართ სხვა მდგომარეობაში და ცოტა უნდა შევამციროთ ეს მუხზე დაცემების ამბავი. რა ხდება გასტროლზე მაგ დროს თუ ტრავმა მიიღე? აი 50 კონცერტი გაქვს საცეკვი და მე-10-ზე ტრავმა მიიღე სერიოზული. ნუ ყოველ შემთხვევაში ესე ვიტყოდი რომ მე მაგალითად ისეთი ტრავმა მივიღე ხერხემალს უშუალოდ რომ ფიზიკურად გავჩერდი, ფეხი გამეთიშა, საერთოდ ფუნქცია დაკარგა ჩემმა მარცხენმა ფეხმა, ვერ აკეთებდა ჩემი მთელი ნერვიული სისტემა ხერხემლის უკან რაც დგას გაიჭყლიტა, ეგრეთ წოდებული თიაქარის ჟელე გამოვიდა და გაჭყლიტა და ვერანაირად ვერ ვიცეკვებდი, ანუ საერთოდ მოძრაობაში ვეღარ ვიყავი რა. ნუ შესაბამისად უკვე ჩანაცვლება მოხდა ჩემი და გამოვეთიშე მოგზაურობას. მაგრამ როდესაც ხდება ესეთი მსუბუქი ტრავმები, არის იმის პრეცედენტი სუხიშვილებში, რომ ასვენებენ რამოდენიმე დღე. მაგალითად, ბევრს ქონია ისე, რომ ხმალი მოხდა, რომ ზოგი ექიმთან გახდა წასასვლელი და გასაკერი იყო და ზოგს თითი მოტყდა და რაღაცა ერთკვირიანი პერიოდი გაუწდა თუ რაღაცა და მე ნენელა უბრუნდებოდნენ ჩვეულებრივ მოგზაურობას. ნუ ესეთი რაღაცები არის რა. მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ერთი თავარი მნიშვნელოვანი ის მინდა რომ თქვა რომ მოცეკვავე როგორც ასეთი რომ იტრამვება და იღებს საწარმო ტრავმას ხელშეკრულებიდან გამომდინარე ცოტა სხვანაირად უნდა იყოს დაფასებული. ნამდვილად, აბსოლუტურად გეთანხმები. ნახე რა მინდა გკითხო. რაც ეს ჯაბაასი დავიწყეთ ხშირად, თითქმის ყოველ გადაცემაში ვახსენებთ მაგას, რომ კარგი იქნება თუ დაინერგება, რომ ბავშვთა ანსამბლები მასტერკლასისთვის მოიწვევენ სხვადასხვა სახის პროფესიონალებს, რა, სხვადასხვა მიმართულებით. შენ თავად გაქვს ამის გამოცდილება. რამდენად მნიშვნელოვანია ეს აი შენი შეხედულებითაც, რომ ბავშვთა ანსამბლებმაც მიბაძონ ამ ტენდენციას, რომ მოდი მაგალითად სიტყვა ტრიუკებისთვის დაუძახოთ დავით მაისურაძეს. მე ამაზე ვისაუბრე და ვთქვი, რომ ესეთი რაღაცა მაქვს ნათქვამი, რომ აი მიხვედი მოცეკვავესთან და დღეს ახლა რომ შემეკითხო, რომ ვინ არის საუკეთესო მოცეკვავე, ხო? ესევე არ შეიძლება თქვა, რომ სიტყვაზე აი ეს არის საუკეთესო მოცეკვავე და რატო? ქართულ ცეკვაში სუხიშვილებში ყოველ შემთხვევაში ესე ამ მიმართულებით არის რა კლასიკური მოცეკვავე სხვარი ქართული ცეკვა სხვა ასრულებს
მასიროვკას სხვა ასრულებს, ტექნიკურ მოძრაობებს სხვა ასრულებს. ესე რომ გამოარჩიო და თქვა რომ აუ ეს არის ყველაზე მაგარი, ეგრე არ გამოვა, იმიტომ რომ პროგრამაში გამოვიყვან სიტყვაზე ვიღაცაზე, ვისაც ვიტყვით რომ აი მაგარი მოცეკვავია, ვაცეკვებ ან რაღაცა ისეთ კლასიკურ ცეკვას და ის იმ დონეზე ვერ შეგისრულებს. და ანალოგიურად ეს კლასიკი მოცეკვავე ვერ შეგისრულებს, ტრუკს ვერ გაგიკეთებს, ხო? ანუ უკვე შეუთავსებლობა ერთმანეთში. და რატომ ვლაპარაკობ? აი მასტერ კლასებზე შეიძლება მე მყავს ბავშვები და ვარ კლასიკი მოცეკვავე და მე ტრიუკი არ გამიკეთებია ცხოვრებაში არასოდეს, მაგრამ შემიძლია რომ მაგარი მოცეკვავე ჩამოვაყალიბო სუფთად და ასე შემდეგ და მინდა რომ ტრიუკის ელემენტები ვასწავლო მას, ხო? შესაბამისად მაგაში საერთოდ არაფერი არ არის სათაკილო თუ მოვიწვევ ისეთ ადამიანს, ვისაც ვთვლი რომ ტრიუკში ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და რაღაც ცოდნას გაუზიარებ. ანალოგიურად მოხდება რომ მე დამიძახე იმას დაუძახებს ვიც კლასიკი მოცეკვავეა და ის კლასიკურ ელემენტებს ახსნის და ასე შემდეგ. ეს პირიქით მისასალმებელია ამაში ესეთი და სათაკილო არაფერი არ არის და ესეთი რაღაცეები თუ იქნება ძალიან კარგია. ყველა ანსამბლისთვის რა თქმა უნდა. მეც მაგალითად დიდი სიამოვნებით მოვიყვანდი ჩემთან ანსამბლში რაღაცებს ავახსნევინებდი რომ ჩვენ რაღაცას მუშაობთ, ვამუშავებთ, იმის ცოდნას ვიზიარებთ და საერთოდ ადამიანი არ უნდა იყო ის, რომ რაღაც ამბიციები, ზედმეტი არ უნდა გქონდეს, რომ აი მე ვიცი ყველაფერი. არ არსებობს ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის. აი სწორ რაღაცეებს გაუსვი ხაზი, ალბათ მაგიტო ხდება ეგ ზუსტად, რომ რას ქვია სხვა მოვიყვანო და იმან ჩემზე მაგარია და რეალურად სწორად აღნიშნავ, რომ ყველა რაღაცაში უფრო გამორჩეული და უფრო მეტად წინ არის. როგორია მუშაობა სუხიშვილებთან, ილიკოსთან, ინოსთან, აი რა ვიცი ის. მე მაგალითად ჩემი თვალთა ხედვით ვიტყვი რომ ილიკო არის ჩემი შეხედულებით ყველაზე მაგარი ქორეოგრაფი და ინოვატორი და მას აქვს ის საიდუმლოება, რაც სხვა ანსამბლებში, ჯერჯერობით სხვა სახელმწიფო ანსამბლებში ის არ აქვს. მე ესე აღვიქვი და ესე დავინახე. ილიკო არის ძალიან უშუალო პიროვნება, იმასთან არ იგრძნობ თავს, რომ რაღაცა შებოჭილი ხარ, დაძაბული ხარ და ასე შემდეგ. განსხვავებით ქალბატონი ნინოსგან, ქალბატონი ნინო არის ადამიანი დისციპლინა, რომ მოდის ყველაფერი თავის ადგილზე უნდა იყოს და ითხოვს შენგან ბევრს კი არაფერს არ ითხოვს, ითხოვს უბრალოდ მოიქცე ისე, როგორც უნდა იქცეოდეს ადამიანი სამსახურში და შენ მოვალეობას ასრულებდეს, თორე იმას არ აკითხოს რაღაცა სასწაულს. უბრალოდ რომ მოდის შენობაში და შემოდის და მოცეკვავეები ან თუნდაც მომსახურე პერსონალი ისე არ ხვდება მას, როგორც თვითონ უნდა რომ შეხვდეს, მერე იქ უკვე პრობლემები არის რა. ერთი სიტყვით აი ესეთი პიროვნება რა დისციპლინის და საქმისადმი პასუხისმგებლობას რომ არ იღებს შენი საქმის მიერ რომ გეუბნება რომ ესე უნდა მოიქცე, აი ესეთი პიროვნებაა რა. აუცილებლად ერთმანეთს ავსებენ, ხო რა. იმი და იანივით არის. კი ბატონო, ერთმანეთს ავსებენ ნამდვილად. ძალიან მაგარია. მოდი ქართული ცეკვა დავლოცოთ. რადგან ქართული ცეკვა გამოხატავს ტრადიციას, ადათს, ჩვენს წარსულს, ისტორიას, ყველაფერს და ზოგადად ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ცეკვაც, ასე როგორც სიმღერა, ჩვენი ფოლკლორი. და ვფიქრობ, რომ აუცილებლად დასალოცი და აღსანიშნავია ეს ამბავი. რა თქმა უნდა. და მიხარია, ნახე, ვისურვებდი, რომ უფრო მეტი პოპულარიზაცია ქონოდეს იგივე მოცეკვავეებს, ზოგადად ცეკვას და მიმართულებას. ნუ ჩვენ სპორტს უფრო რაღაცნაირად ყველა იცნობს, ვიდრე მოცეკვავეებს, ეგრე ვთქვათ რა. გაუმარჯოს ქართულ ცეკვას. გაუმარჯოს ქართულ ცეკვას, ეს არის ღვთისაჩუქარი ქართველი ადამიანებისთვის და უდიდესი სიმდიდრე არის, რომელიც ჩვენ ამ ყველაფერს ვერ ვაცნობიერებთ, იმიტომ რომ საერთოდ ადამიანს რაღაცა რო გაქვს, ვერ ხვდები, როცა კარგავ მე ხვდები. რა გქონდა და რა გაქვს. და ეს უდიდესი სიმდიდრე რო გაგვაჩნია, ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის უფალს დავლოცავ ჩვენს ქართულ ხელოვნებას ქართული ცეკვის თამადობით, ქართულ სიმღერას და ქართულ სამხატვრო მიმართულებას
რა ვიცი, გაუმარჯოს და ვისურვებდი რომ უფრო აყვავებული და გაძლიერებული მენახოს. გაიხარე შენ. ერთი გულის ტკივილი რაც მინდა რომ ჩემგან თქვა და გადაცემაში დავაფიქსირო, დიდი გულის ტკივილი მაქვს მე პირადად, რომ აი ქართული ცეკვები მაგალითად წაიღეს და აი აზერბაიჯანი ცეკვავს ჩემთვის ყველაზე საოცნებო ცეკვას. ეს არის ხევსურული ფარიკაობა, სუქიშვილებშიც რო ცეკვავდი, ანუ ჩემთვის იყო ნომერ პირველი და ხო არის რაღაცა გამორჩეულად და განსაკუთრებულად რო გიყვარს. და იჩემებენ რომ დაადეს თავიანთი მუსიკა, გამოდიან და ერთ-ერთში ცეკვავენ, რა ვიცი, რა გინდა, დუეტი გინდა, ტრიო გინდა, ოთხეული, ხუთეული, ღმერთო ჩემო და აი ეს არის ძალიან გული ტკივილი. მეცაც ვიტყვი რომ ჩვენ გქონდა მოგზაურობა ერევანში ვიყავით სუხიშვილებიდან და ერევანის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავეები მოვიდნენ მე რაღაცა საგვიყვანეს, გვაჩვენეს თავიანთი რაღაც ვარჯიშები და ერთ-ერთში უყურებდით ცდოს ცეკვავდნენ. აი ცდოს პარტიები, ვინ როგორ ანაირად. და პრობლემა იწყება ის კი არა სიტყვაზე რომ აი ვიღაცამ აქ გაიმეორა ქართულმა ანსამბლმა რო გაიმეორა, ის ქართულმა მაინც გაიმეორა და ისო ცეკვავს აზერბაიჯანელი, სომეხი, დაღესტანში. ჩვენ აზერბაიჯანში ბაქოში ვიყავით, რომელიღაცა ქალის აღარ მახსოვს რა ერქვა ქორეოგრაფის რაღაცა საიუბილეო საღამო იყო და სხვადასხვა ანსამბლები ყავდათ მოწვეული. ესე მეგონა რომ კონცერტს რო უყურებდი რომ აი რა ვიცი თბილისში ვიყავი და რაღაცა სხვადასხვა ანსამბლები გამოდიოდნენ და ცეკვავდნენ. უბრალოდ ის იყო რომ რაღაცა სხვა მუსიკა იყო დადებული ამ ყველაფერს. ალბათ მან დეგარი ყველაზე ცუდი, იმიტომ რომ ახლა ჩვენ რაღაც სალსა, რუმბა, ჩაჩაჩა რაღაცებს თუ ცეკვავთ და პოპულარული, ამით არის პოპულარული. ანუ ჩვენ თუ გვინდა რომ ქართული ცეკვა მსოფლიოში პოპულარული გახდეს, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა იცეკვას და მთელმა ერებმა უნდა ისწავლოს. მაგრამ თავარია ეს რომ ერქვას რომ ეს არის ქართული ცეკვა და იქიდან არის. ეგრე სუხიშვილის ანსამბლიც ცეკვას უკრაინულს. ხო, მაგრამ იძახის რომ აი ამას ცეკვავ. უკრაინულია და ანუ იმათ საპატივსაცემოთ და შენს თუ მოგწონს ქართული ცეკვა, რატომ არ არქმევ? და იქაც უკვე პრობლემაა, შენ ის არ აღგიქოვს როგორც ქვეყანას და პატივს არ აქცემს. და აი ამისთვის უნდა რაღაცნაირად ყველა ერთად შევიკრათ და შევქნათ იმისი, არ ვიცი, ტკიცებულება თუ რაღაცა რომ გადავაგზავნოთ, ეს არის ქართული და შენ უცბად რომ მოგეწონა, რომ ადექი და სხვა ქვეყნის წარმომადგენელი შენთვის მიიწერე, ეგრე არ შეიძლება. რა თქმა უნდა. აი ეს არის ნომერ პირველი, რაზეც უნდა ებრძოლოს, მე მგონი სულ ყველა მთელმა ქართულმა ქორეოგრაფიამ და სახელმწიფო ანსამბლებმა და ასე შემდეგ რა. შენ თუ გახსოვს არ ვიცი წლების უკან იყო კიდე ვიდეო გავრცელდა სომხეთში იყო საქორწილო ცეკვა და ქართული ცეკვას, ცეკვა ქართული. ესე ეწერა მაგას. არმიანსკი ნაციონალიტანეც ქართული ჭყალებში ეწერა. ასე გიჟია უკვე. სახელში ვერა სიგიჟია. ბოლოს მაინც ქართული ნაციონალური ტანიც. ნუ ეხა სომეხი ადამიანი. იმედიან ეს გამოსწორდება ნელ-ნელა ეგ ამბავი რა. ეს ჩვენ უნდა გამოვასწოროთ უკვე. ჩვენმა თაობამ უნდა ვიშრომოთ ამ ყველაფერზე. ჩვენს ქვეყანას და ჩვენ საქართველოს 90-იანი წლები მოუწია შავბნელი პერიოდი, როცა ძალიან გაგვიჭირდა და უკვე აი ადამიანი გადარჩენაზე იყო და ის ახსოვდა ცეკვა და სიმღერა მაგას. ბევრი რამე იკარგებოდა და ღმერთის ნებით და ღმერთის წყალობით ცოტა ქვეყანა მოიხედა. უკვე დავინახეთ, მეტი ცოდნა გვაქვს, მეტი გამოცდილება და აი ამაზე უნდა დავიწყოთ სრულმა და რა ვიცი, მე პირადად მივესალმები, რომ შეიქმნას რაღაცა დაწესებულება იქნება თუ მიმართულება იქნება, ვინც იმუშავებს უშუალოდ აი ამ ისტორიული მასალების მოძიებაზე, წყაროების დამადასტურებელ წყაროების მოძიებაზე და გადაგზავნაზე შემდეგ არ ვიცი მაგას მე მაგალითად ჩუბინასთან მქონდა საუბარი და მაშინ ჩუბინამ თქვა რომ ცეკვა ქართული გადააგზავნეს და დაცულია იუნესკოში. აი შესაბამისად უნდა მოხდეს ჩემი აზრით რომ შენ რაღაცამ დაგიცვას, ეგ შენ რო ილაპარაკო ეგრე თუ არაფერმა დაგიცვა, აზრი არა, ხო? რომ აი იმათმაც თქვა, ნუ აი ეს ხევსურული და ის ფარიკაობა არის შენი ცეკვა, ქართულია და ასე შემდეგ. შენ რო დაგერქმევა იმან თუ გინდა იცეკოს მერე. სო ის
იციან რომ შენი ქართული. ჩუბინას არხი თვითონ მემატიანია, მგონი მთელი ისტორია სინახავს და ძალიან მინდა რომ ჟაბაში არა ძალიან აქედანაც მოვიწოთ. კი ბატონო და უარი არ უთქვია, უბრალოდ ძალიან დაკავებული ვარ ხო და აუცილებლად გესტუმრებია. შენთან მაქვს ეგეთი რაღაცა მომზადებული, ცოტა განსხვავებული, აქამდე არ გავუკეთებია მსგავსი რამ. მაგრამ ნუ ახლა შენ მოდიოდი ეს აუცილებლად უნდა მეკითხა ეგეთი რამ. მე აქ მაქვს წამოღებული სხვადასხვანაირი სამუხლეები და უნდა შეაფასო, რომელია კაი, უნდა მითხრა. ყველა არის, ამ ცალად არის ყველა და არის სხვადასხვა. უნდა ამირჩიო, რომელი სამუხლეა და რითი უნდა ავარჩიოთ, საერთოდ სამუხლე. კი ბატონო, დავიწყოთ იმით, რომ აი ხა რამდენი ესე რომ ვთქვათ, კაუჩუკი თუ რეზინა დევს ჩვენს წინაშე. მე ხა ამ ყველა რეზინიდან ვიტყოდი, რომ გააჩნია შენ რისთვის გინდა ეს. ჯერ პირველში უნდა ჩამოყალიბდე რისთვის გინდა. თუ მე მაგალითად უბრალოდ მასაში მუხლი მაქვს, სადღაცა დასადგმელი მუხზე დაჯდომა და იქ შატერი მაწუხებს და ვერ დგავ მუხს, აქედან ნებისმიერი გამომადგება სიტყვაზე, აი ხა ყველაზე უხარისხო ესეც რო ავიღო, ესეც რო დავიდო, რომ ფეხი რაღაცა ისეთი არ გამომიჩნდეს. ზოგადად ტრუკაჩს ისეთი სამუხლე ჭირდება, რომ გინდა თუ არა გიჩანს რაღაცა ოთხკუთხედი ფეხს. ნუ ამასაც გამოვიყენებ, დავიდებ და არც გამომიჩნდება და შვენივრად მექნება. ეს არის უკვე მოთხოვნიდან გამომდინარე. რაც შეეხება ტრუკაჩებს და მუხზე მომუშავე ხალხს, უფრო უპირატესობას გაუწევდი და რეკომენდაციას გაუწევდი ესეთ სამუხლეს, თუმცა ესეც არ არის ის რაც უნდა იყოს. ეხლა აქ არც ერთი არ არის ის რაც უნდა იყოს. ადრე მე რო პატარა ვიყავი, გპ-ის სამუხლებს, გპ-ის კაუჩუკებს აქებდნენ ხოლმე და რატო იყო ეხლა ის მაგარი? აი ეს მაგალითად ხელს რო დააჭერ, ჯდება. ხო. ეს არ უნდა ჯდებოდეს, ამას უნდა კონდეს თავისი ამოქმედება და ამორტიზაცია. მე მაქვს ის გპ-ის სამუხლეები, რამდენი წლის არის ალბათ შეიძლება რო არ შემწხვეს 1-25 წლის იქნება ის სამუხლეები, ის კაუჩუკი და საერთოდ სხვა სტრუქტურის არის. ეს არ არის, აი რო დააჭერ, ნახე, ხელს თითით გზნობს და ესე არ უნდა გზნობდე. უნდა სირბილე. ვით უმეტეს რომ 2 ეს უფრო მყარია, მაგრამ ეს არც ეს არ არის მუხლისთვის. ტრიუკისთვის რომელი უნდა გამოვიყენოთ. ტრუკაჩისთვის მე მაგალითად, მაინც აი აქედან გამომდინარე ნუ ესენი გამორიცხე ეგრევე. ეგრე გამორიცხულია მაგათ. ეს არის რეზინა, ხო? მაგათ არა აქ ის რაც ტრუკაჩი ჭირდება. უფრო ალბათ ამეებისგან შევკრავდი. ესე იგი ეს არც მასას ადგება და არც ტრიუკაჩს. ძალიან სქელია მასისთვის. ძალიან სქელია მასისთვის. აი ეს გადავყავთ. ფეხზე ესეც კი ბატონო. ნაგავია. ხა იმ ასაში მაგალითად აი ამითიც შეიძლება რომ აი ეს ძვილია მათაში და. აი ამითიც შეიძლება რომ აწყო აი ამითი. სიტყვაზე 5-6 ფენა რო დაიდო. ხო, ნუ ეს უბრალოდ შედარებით უფრო იმ შედეგს მოგცემს, რაც გინდა. რო გქონდეს მუხზე. ეს ძალიან ჯდება წესით, აი ესეთი მაგალითად იყო სამგორში საპოჟნიკების ბაზარი იყო და იქ ყიდიდნენ ხოლმე მე ამ კაუჩუკებს, ესეთი დიდ ლისტს ვყიდულობდით ხოლმე და ვჭრიდით მე და იმისგან აი ვაკეთებდით ჩვენთვის ჩვენ მუხზე მორგებულ სამუხლეს ეს სხვათა შორის საკმაოდ ცნობილი ადგილიდან არის. კი ბატონო, ნუ აი ამისგან უფრო აი აქედან რაც არის წარმოდგენილი, ამისგან გავაკეთებდი მე მაგალითად უფრო იმას, რა ქვია, ეს ესე იგი ამან გაიმარჯვა. ეს ძალიან ანუ მოკლედ როგორც მივხვდი, უნდა იყოს დრეკადი, რბილი, მაგრამ არც იმდენად რომ ხო, ნუ ამის ყველა დიდი ჯადოქრობა ის არის, რომ ამას არ უნდა კარგო. ბუბკას როგორც აქვს ისევა რომ ჩავარდი და ჩარჩი ეგრე არ უნდა იყოს. ეგრე არ უნდა იყოს. ნუ აი ესეთი ამბავია ხა. მიჩვევაზეა მე კიდე ვინ როგორ მიეჩვევა, მაგრამ საბოლოო ჯამში დღეს ცოტა ჭირს ის აღარ არის რაც ადრე იყო, ნუ არ ვიცი ხა ეს რამ განაპირობა, მაგრამ რაც ადრე შემოდიოდა კაუჩუკი, ის კაუჩუკები აღარ არის დღეს. სამუხლეებით, სხვადასხვა აქსესუარებით ცეკვის შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენს მეგობარ კომპანიაში ჩაქურაში. ახალი კომპანია ეგეთი და სხვადასხვა ბევრი სახის ნაწარმი აქვს ქართული აქსესუარების და საკმაოდ კარგ ფასად.
გადადით და ნახეთ თქვენ თვითონ. მაგალითად ეხა ძალიან კარგია წარმატებას უსურვებ ჩაქურას და ეხა ბავშვებთან რა პრობლემას ვაწყდები ქამარ ხანჯლის ამბავში მინდა რომ ეს ქამრები რაღაცა დაამოკლეს და რატო ვიძახე ქამარს რომ შემოარტყავ ბავშვს ჯერ ისეთი ხარისხის არის ჩვეულებრივად როგორც კეთდება ისე რომ გაუკეთო იმაშება რა ქვია ერთ ხელს გაიქნევს გამოიქნევს და იშლება და რატო ეს რისიბრალი ტყავი ის არ არის რაც უნდა იყოს რაღაცნაირი ვითომ ლამაზია ესე კი ჩაიწმევდა ლამაზია მაგრამ ეგ ტყავი არ არის და შესაბამისად იმას რომ გაუყრი როგორც უნდა გაიკეთო წესი და როგორც არის იშლება და გიწევს რაღაცის გამოგონება და კვანძების კეთება მერე რომ იმას არ დაეშალოს მერე რა ისინი რო არ კიდე დერმატინები წყდება ეგ ცალკე ის არის რა ნუ არ ვიცი ხა მე მაინც მაგალითად მოვედი და ფულს ვიხდი ხო ფულს აწი ის ხარისხიანი მომიტანე რაც იყო და გადაგიხდი მე მოკლე არის რომ გაუკეთი ამ ხანჯალს ხო უნდა დავახვიო მე ხო უნდა ჩაუტნიო რომ დავახვევ უკვე ადგილი აღარ ჩიო აღარ არის ამ ხელა და მაგაზეც არ არის გათვლილი ეს არის ისეთი ადამიანის მოგონილი და შემოტანილი ვინც არ იცის ეს და უბრალოდ თვითონ გადაწყვიტა რომ ამ ხელა თუ იყო ხო ამ ხელას გავაკეთებ მაინც ხო წელზე ხო მოწდება ხო ანუ მაგას გეუბნები აი წელზე ხო წდება ნუ წელზე რო წდება გავიგე მაგრამ იმას ხო უნდა მე ცალკე ხო მაგრამ მან რა არის კიდე იცი შენ ხო არ მიყვები ყველა ბავშვს ხარ თავისთავად მშობელი ყიდულობს და მშობელი ვერ იგებს მაგდონის გასაგებია ადრე ეგ არისო ადრე ეგ არის ადრე 10 იყიდებოდა ყველა ისეთი იყო რა სტანდარტულად ყველა ესეთი უნდა ყოფილიყო იმიტომ რომ ეგრე იყო და ეხლა ვიღაცა გელამ შეცვალა ეგ სტანდარტი და შემოიტანა ეს მოკლე ქამარი მშობელმა არ იცის რანაირად ეცოდინება და არც არის ვალდებული რომ ეგ იცის მაგიო რომ ვიღაც გელა იაფად ყიდის ხო ის თავის საქმეს აკეთებს კი ბატონო ნუ ესე და იგებს რეალურად იგივე ფასად ყიდით ან შეიძლება უფრო ძვირად მაგრამ მე აი აკლებს მასალას აკლებს ხარისხს და აი ხა ვისაც ესეთი რაღაცა ესეთი აქვს რა სამკერვალოები აქვს თავისი ისა იმათ გაუწევდი მაგის რეკომენდაციას რომ დააბრუნონ ისეთი ტყავის და ისეთი სიგრძის ქამრები რომელიც მართლა გამოსადეგია ცეკვაში ცეკვისთვის ხო ცეკვისთვის ყიდულობ ეხა მე რომ მომღერალი ვიყო და ის ხანჯალი როგორ ჩამოეკიდება არ მაინტერესებდეს პრობლემა არ მაქვს აი ესეთი ცეკვაში აუცილებელია რომ კარგად იყოს ხამარითან ძალიან მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა ამბავია ხა მოჩაჩული ხამარი აფუჭებს ფორმასაც მოკლედ დააბრუნეთ ხარისხი მეგობრებო რა თქმა უნდა გელა ჰა გელა ნუ მაიმუნდა გელა ხარისხს ნუ გვიგდებ აი გელამ თავის საქმე აკეთა ფული დაწერა რა ხო რაღაცა ამ სფეროში თითქოს ეგრე წავიდა რა ტენდენცია რომ მარტო ფულს აკეთებს და ხარისხზე მაგრამ იცვლება მაინც მოდის რა მაქეთკენ და მიხარია ეგ ამბავი რომ ხარისხი იმატებს და მას ჩართულია ბევრი ფაქტორები და კონკურენცია ალბათ პირველ რიგში კი ბატონო მე მაინტერესებს ეს რაღაცა აი როდესაც მაღალ დონეზე ცეკვავდი და სახელმწიფო ანსამბლში ცეკვავდი მithumetes რისკი ქონდა შენ იმის რომ ტრაუმა მიიღო ესე ხანაც ახსენე საწარმოო ტრაუმა მიიღო და ამისგან დაზღვეული არ იყავი მაგრამ სახელმწიფო ანსამბლში რო ცეკვავ გააქვს იმის დაზღვევა ფინანსური დაზღვევა თუ აი სამედიცინო დაზღვევა რომ შენ თუ ტრაუმას მიიღებ საწარმოო ტრაუმას აი როგორ თქვა ხო რაღაც ეს ხო არის როგორც სამსახური ეგრე და სამსახურული მოვალეობის შესრულების დროს ტრამიღებული პირველ რიგში უნდა ჩაიხედო ხელშეკრულებაში გაყვე ხელშეკრულებას ზოგადად ევროპაში და დალაგებულ ქვეყანაში როდესაც იღებ ხერხემლის ტრაუმას და თიაქარი გემართება შენ უკვე იწერები ცუდად ვიტყვი მაგრამ ჯგუფში შენ უკვე ჯანმრთელი ადამიანი არ ახარ შესაბამისად სახელმწიფო უზრუნველყოფს რომ შენ როგორც ისე დაგეხმაროს შემოპირე ამაზე რომ ისე და აი ესეთი რაღაცები ნუ არ არის ჯერჯერობით ეს დალაგებული ჩვენ ქვეყანაში და ამისთვის ალბათ კიდე ბევრი ეტაპია გასავლელი მე რატომ გამახსენე ჩემმა მეგობარმა ერთი სახელმწიფო ასამბლეიდან ცეკვის დროს მიიღო ტრაუმა რა რაღაც სართულიდან გადმოვარდა ესე რომ ვთქვა და ნუ თითი მოიტეხა რაღაცა და როცა ესეც რაღაცა ესე რომ ვთქვა ხარჯები და რაღაცა გაიყო და ნუ ამის მარტო ის ხო არ არის რომ აღარ იცეკვა და ცუდად შეასრულა ესე რომ ვთქვა და მოიტეხა მაგან თავის თავს მიიღება სართული ესეთი სიტუაცია შეიძლება თავის ბრალს ვერ არის ხო და ნუ
ვიღაცამ შუაში რაღაცა დაზღვა უნდა იყოს რა მოცეკვავის რა. კი ბატონო, ეგ უნდა იყოს და ეგ უნდა დაალაგდეს, რომ ხელშეკრულებაში შევიდეს, რომ აი მოცეკვავე თუ იღებს საწარმოო ტრავმას, მერე რა ხდება და აი მაგაზე მაქვს საუბარი ზუსტად, ეგ უნდა დაალაგდეს და მაგის მოცეკვავის მხრიდან უნდა ილაპარაკოს ვიღაცამ. საერთოდ ხელშეკრულება რო დგება ორ ადამიანს შორის, ის თავის პირობას აკეთებს, მე ჩემს პირობას და ორ ადამიანს შორის შემდგარი ხელშეკრულების შესაბამისად თანაბარ უფლებიანები უნდა ვიყოთ. ესეთი ამბავი არის. ალბათ ესეც მომავალში დაალაგდება და მოგვარდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მივდივართ წინ და წინ. განვითარებადი პროცესია რა. იმიტომ რომ ჩვენთან აი ისე და ისე დაუბრუნდები სამსახური ეს არის 90-იანებს დაუბრუნდი და იქიდან სადამდე მოვედით. იქიდან ძალიან ბევრი განვითარება გვაქვს. ძალიან ბევრი. ნუ აი ესეთი წინ წავალთ. ყველაფრის და მოდი ჩვენ წინსვლას გაუმარჯოს. გაუმარჯოს. წინ ვიაროთ, არ გავჩერდეთ, რაც თავარია, იმიტომ რომ დრო გაგვასწრებს და ჩვენ უკან სვლა გამოგვივა ამ დროს. ეგრე იყოს, გაუმარჯოს ჩვენს წინსვლას და ღმერთის ნები და ღმერთის წყალობით ყოველთვის გადაგვედგას წინ სწორი ნაბიჯები. ისეთი ნაბიჯი უნდა გადადგა ადამიანმა წინ, რომ უკან შენი მომავალი თაობა ვინც წამოყვება მადლიერი იყოს. აი ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება. როგორც აი ხა ძალიან ცუდად შევადარებ, მაგრამ ჩვენი უწმინდესი რომ წავიდა ჩვენგან, როგორი გულის წყვეტა წარმოიშვა ჩვენ გულებში და როგორი მადლიერები ვიყავით იმ ყველაფრისთვის, რაც ჩვენმა უწმინდესმა ჩვენ გვაჩუქა და მოგცა. ეს არის შეუფასებელი. შესაბამისად, აი ჩვენ სფეროში, ჩვენს ქართულ ცეკვაში ჩვენ ღმერთმა მოგცეს იმისი საშუალება და ძალორი ისეთი საქმე ვაკეთოთ, რომ ჩვენი უკან თაობა ვინც წამოვა, აი ესეთი დიდი მადლიერი ყოფილიყოს, რომ სწორი ნაბიჯები იწვევს საბოლოოდ შედეგს, ხო? ის რო არის, რომ ბაბუას დარგულმა თესმა უშვილიშვილს კვილი მოჭრავა, აი ნუ ეგეთი ვარიანტია რა. გაუმარჯოს ჩვენ განვითარებას. წინ ვიაროთ და მიზანმიმართულად და კარგად და სწორად და რა თქმა უნდა ვაჟკაცურად და ადამიანურად ამ გზაზე. ეს რამე ისეთი კარგი კონცერტი, აი ჩემთვის დასამახსოვრებელი კონცერტი ყველაზე მეტი რომელი იყო, აი რო გაიხსენო რა. სუხიშვილებიდან? ამდენი წელია ცოტა სუხიშვილების ყველა. თუ გინდა სუხიშვილები, თუ გინდა რაღაცა კომედიური შემთხვევა ან რაღაცა ისეთი რა, გამორჩეული კარიერაში. ანუ ესეთი ბევრი იყო, მაგრამ მაინც პირველი კონცერტი ჩემთვის, ანუ ყველა მოცეკვავისთვის პირველი კონცერტი მაინც შთაბეჭდილებით რჩება, რომ აი წარმოიდგინე უცბად აღმოჩნდი სუხიშვილებში და პირველი კონცერტი გაქვს. ეს არის ნუ ისეთი, რომელიც არ დაგავიწყდა. სად ქონა პირველი კონცერტი? ფილარმონიაში. ფილარმონიაში ვიცეკვეთ, მაშინ რა თქმა უნდა ფარიკაობა ვიცეკვე. ნუ იმ დატვირთით არა, მე როგორც მე ნელა ჩემი мотивация და ჩემი რავი შემოქმედება მინდოდა რომ წარმომეჩინა, მაგრამ ფარიკაობა ვიცეკვე, კიდე რაღაც ხანჯლულში ვიდექით, რაღაც ისეთ ცოტა ტრუკაჩულ ელემენტებში ვიდექი და მაინც აი ისეთია რა, ანუ აი გადავდგი პირველი ნაბიჯი და შევედი. თან მაგიურ ფილარმონიაში. ხო, და თან ფილარმონიაში ეგრევე ის იყო რა, დაუვიწყარი იყო. რაც შეეხება კურიოზულ მომენტს, გავიხსენებ, რომ მე მაგალითად ფარიკაობაში რა ვცეკვავდი 4 ეულსაც, 5 ეულსაც, მე ბოლოს 2 ხმალსაც ვცეკვავდი ხოლმე და შევედი 5 ეულში და ამ დროს ერთი ვინც უნდა გამოვიდეს არ არის. მაგის წინ 4 ეული ვიცეკვეთ, იცეკვა და მე გავიდა, არ ვიცი, დაავიწყდა და იჯდა ესე სკამზე. აქედან უყურებ, რომ იქ კულისებში ზის და გაეთიშა გონება, უბრალოდ ხდება ეგეთი რაღაცა. ხო და ნუ მოკლედ აი ეს 4 კაცმა ეს 5 კაცის საცეკვის ისე ვიგულისხმეთ, ვითომ არსებობდა. ჩავატარეთ. ვითომ არსებობდა. ჩავატარეთ, ოღონდ ეს ჩატარება იყო აი თარო რაღაცას ცეკვა და თარო კვდების სიცილით რა, აი ხო თან უყურებ, იქიდან იყურება, თავზე ხელს ირტყავს, როგორ არ შემოვედი. ვეღარ შემოდის. რანაირად ვეღარ შემოვა. შუა ომში. ხო და მოკლედ აი, რა ვიცი, აი
ისეთი მომენტია, თან რომ კარგად უნდა იყო, იმიტომ რომ რამდენი ხალხი გიყურებს, ახლა ფილარმონიაა, ხო? კომედიას ხო არ შეგვიძლია, და ფარიკაობა, რა გეცინება. ხმალი გიჭირავს ხილში, რა გაცინეს. რა ვიცი, ეგეთი რაღაცეები ძალიან ისე მახსენდება რა. კურიოზულად რა. კიდე ბევრი ყოფილა, მაგრამ ამორს მაინც გამოვარჩევდი განსაკუთრებულად. ისტორიები იმდენი ექნება. რავი. გუდას თუ მოხსნა პირი. პაესტკის ამე. პაესტკებზეც. პაესტკაში როცა ამდენი კონცერტი გაქვს საცეკვი რა თქმა უნდა ესეთი რაღაცაა რა. მაგალითად ცოტა სახიფათო მომენტებსაც გავიხსენებდი, ლათინურ ამერიკაში ვიყავით და იქ ცოტა ისეთი ქვეყანაა, აი ლათინური არეულია რა. მექსიკაში რო ჩავედით, უცბად საღამოს რაღაცა დარბიან, გავიხედი გარეთ, აი ჯეტია ჩვეულებრივად. ჯეტიაში რო ხდება იქ რაღაცა, ვიღაცა დააშა. 5 ვარსკვლავი რო აიკიდა, ხოცი და რომ მოგზდევენ. ვერტალიოტები დარბიან, ეს რაღაც სპეცნაზის მანქანები მართლა. ეგეთი ამბავი ხდება, მართლა გეუნ. და ეხლა რა ხდება რა, ეს ავტობუსით გადასვლა გვაქვს და გადავედით ნიკარაგუაში. და ეს ნიკარაგუა იყო რუსეთის კოლონია. გადავედით ნიკარაგუაში, დაშალეს ავტობუსი, რაღაცა წავედით და მიტინგია, იქ ვიღაც ტიპები დგანან და აკაესები უჭირავთ, აკაესი და ისვრიან რა. რა ხდება არ გვიშვებენ. თავრობამ გაზი გააძვირაო და საპროტესტო აქცია და აკაესებით ისროდნენ ტიპები ეს. გაგვატარეს, წავედით და ეხლა ესეთი სიტუაციაა, რომ აი როგორი გზა არის, აი ნაციონალის გზა არის, ვიწრო გზა არის, ანუ და აქედან და იქიდან ხეებია ესეთი. გეგონება იმაში გადიხარ გვირაბში და ღამეა. ჩვენ წინ უცბად არგენტინელი შოფრები ყავდნენ და ვიღაცა კაცი გდია სულტიტველი გზაზე. არა, ბოდიში ეგ მერე მოხდა. უცბად აი ამ იმაზე რაღაცა დიდი მოფრინავს და ლაბავოის ეჯახება, აი ლაბავოის შუშას წინ. ქვა, უზარმაზარი ქვა. ნუ ამ შოფრებმა იცოდნენ ეგრევე გას მიაჭირეს, გაიქცნენ, შუქები ჩაავაქრეთ, წაიწევილი კივილი და რატო ეხა ის ქვა იწო. გვესწრებიან მძღოლები, იქაურები არიან. ხო რა იცოდნენ, ის უნდა გესულა უნდა გაგეჩერებინა რა, რომ ძირითად შემთხვევაში თურმე აჩერებდნენ და მე ამოვარდებოდნენ და იქ წავიდოდ დაყაჩაღება რა. ნუ რა თქმა უნდა ჩავედით დედაქალაქ მანაგუაში და იქიდან გასვლა არ შეიძლება სასტუმროდან ერთი ნაბიჯის. მე გადავედით კოსტა-რიკაში გადავედით თუ გვატემალაში. ბოდიში ვარ, რა ეცეკვებოდა დალოცვილებს რა უნდა. მან არ გვიცეკვე, უბრალოდ ტრანზიტული გზა გაგვეარა რა და გადავსულიყავით მეორე ქალაქში. და აი საპირისპიროთ რომ შემოვედით, ზუსტად იგივე სცენარი ხდება და ტიტველი კაცი გდია გზაზე. ხო და იქაც ეგრევე, აი ვაფშე არაფერი რაცო გდია რა, მკვდარი რა. და იქ რო ის თემაა, რომ ავტობუსმა გააჩეროს და მან შემოუარა, გადავიდა რაღაც ტყეში, გააგზელა გზა და არ გაუჩერე მაინც. რა გაეჩერებინა, არ ვიცი, შეიძლება აქ არ ვიცი. სატყუარას მონჩი გდია. შეულებრივად სატყუარას თემა იყო და ეხა იქ ის გამოცლი მძღოლები იყვნენ და იმათმა იცოდნენ, რომ ესეთი რაღაცა მან ხდებოდა რა. ძალიან ისეთი ქვეყანა. ხალხი რა პირობებში ცხოვრობს. მან ვიხდი რომ ძალიან განვითარებულები ვართ ხო? საქართველოში ბევრად წინ ვართ. ნუ აი, რავი, ესეთ ქვეყნებში ყოფილი ვარ, რომ მართლა მithქვია, რომ აი ხმა არა გვაქვს ამოსაღები, მაგალითად ინდოეთში, აი ძალიან დიდი საცოდაობა ხდება ინდოეთში, რომ ჩახვალ და მოხვდები, მიხვდები, რომ ძალიან საცოდაობა ხდება რა. აი ყველა ბარდიული ბოდიშით და ტროტუარი დაკავებულია და ოჯახები ცხოვრობენ. აი ჩვეულებრივად ცხოვრობენ. მე უცბად აი ამ ბარდიულის იქით უზარმაზარი ესეთი 4 მეტრიანი, 5 მეტრიანი კედელია. ტიპები ცხოვრობენ, პენტჰაუსები აქვთ რა. აქ ხალხი კვდება. ის ცხოვრობს 64-ში. სულ არ ადარდებს აქეთ რა ხდება. ეს მოკვდება თუ გადარჩება, იმას საერთოდ არ აინტერესებს და ძალიან მძიმე სანახავი იყო რა, ნუ ეს ყველაფერი. რავი, ის რა, სულ რაღაცა გახლში, სულ რაღაც სათამაშო. ან მარტო ეგ არა, სულ ყოველთვის რომელიღაც მინერალი და რაღაცით ხარ რა. კი ბატონო, ნუ არის ამაზე გადამაქვს ხოლმე ყურადღება. ხელის სათამაშო არის უბრალოდ და რა ვიცი, ფიქრში მეხმარება რა. გაიმასტია რა გინდა.
просто უბრალოდ სათამაშოა. გასაგებ ხო? ერთი რაღაცა პროსტო. აი, პაისკებში რა შეჭამს რა სადმწინო. ეხლა, რასაც შენი ძახი, ერთ თვეში 50 კონცერტი ხო გაქვს. ეხლა, გაგარო ყავდა იმათ თქვა სწორი გვება, ზოგადად მიცაკავისთვის და პროფესიონალისტვის აუცილებელია სწორი გვება, ნორმალური ძიგი და ასე. ანუ ეგ არ ხო, გაგა ძალიან ნაწილო მაგას სწორი გვებას. ანუ რასჭამს, საჭამს, როგორ ჭამს. ეხლა გადასვლებრივ ავტობუსებით გაქვს და სადღინავთ, რაც მაარიცის, აი, ეგ მაინტერესებს მე პირადად. კვებას რაც შეეხება მაგალითად ძირითად შემთხვევაში ვიძახი რომ სუხიშვილებთან ერთად რაც ვიარე მოგზაურობაში გვიწევდა ძალიან კარგ სასტუმროებში ცხოვრება და იყო იმის საშუალება რომ კვება გქონოდა აი ხა რომ შეგიყვანენ შენ 4 ვარსკვლავიან და 5 ვარსკვლავიან სასტუმროში იქ იყო კვება წესიერი და ნორმალური მაგრამ იყო ისეთი სიტუაციებიც რომ არ ქონდა ეს კვება და შენით უნდა გაგეკეთებინა ესე რომ ვთქვათ საჭმელი რაღაცა შენით უნდა მოგეგვარებინა ძირითადად ეს პრობლემა დგება ხოლმე როცა ევროპაში მიდიხარ ზოგადად ევროპა არ აღწყალობს ანუ ევროპაში შენ რომ კარგ სასტუმროში შეხვიდე ის კარგი სასტუმრო ძალიან ძვირი ჯდება და არ გიღებს ალბათ თუ როგორ არის ეგ არ ვიცი და აი როცა ევროპაში ქონდა ხოლმე გასვლები დილას საუზმე აუცილებლად იყო და მე უკვე იყო რომ შენ თვითონ უნდა გაგეკეთებინა და გეზრუნა საჭმელზე კონცერტის წინ ეგრეთ წოდებული სოხი თუ რაც ქვია მოიტანდნენ ხოლმე რაღაცებს შეგეძლო რაღაცები შეგეჭამა სუხოი პაიოკის რო ეძახიან სუხოი პაიოკებსაც გვირიგებდნენ კი ბატონო სუხოი პაიოკებს რო რა ვერ გაჭამე და გი სუხოი პაიოკს გაძლე შრალი კვება ну მაინც საბოლოო ჯამში ის არის რა ფორს მაჟორში ხარ რა ფორს მაჟორულ სიტუაციაში ხარ ისი არა ხარ რომ შენ სიტყვაზე ან სხეულს მისცე იმის საშუალება რომ სწორად იკვებო და სწორი ძილი გქონდეს ეგრე არა ხარ გიწევს არეულად ყველაფერი რა და ეს სწორი კვება და სწორად დალაგება სხვათა შორის არჩილ არველაძე საუბრობდა ერთ-ერთ გადაცემაში, ფეხბურთის გადაცემაში ზუსტად ეგ ამაქვს ნანახი, რომ წაგვიყვანესო ავტობუსში ჩაგვსვესო და ეს ფეხი გაგვისივდაო და მე ისე ჩავედითო და წავაგეთო ის მაჩიო და ასე შემდეგო რა. ჩვენ სულ ეგეთ სიტუაციაში ვართ. სულ ავტობუსში ზიხარ, სულ გადასვლა გაქვს, კონცერტი სულ ისე გიწევს, რომ არ არის შენი ორგანიზმი ამისთვის მომზადებული და ნუ აი ესეთ პირობას ახარ მიჩვეული. თუმცა ეხა ფეხბურთის სხვა სამყაროა საერთოდ და იქ უკვე ადამიანის ყველანაირ იმას აკორდებიან რომ იმას უნდა კონდეს ისეთი იდეალური პირობა შექმნილი რომ სხეული იყოს ბრძოლის უნარიანი იმიტომ რომ იქ არის ძალიან დიდი დაინტერესება და ძალიან დიდი ფული ტრიალებს რა ეხა ელემენტარულია 85,000 რო გადაიხდიან შენში და 100,000 ის ყველანაირად ცდილობს რომ შენ თამაშის წინ იყო რაღაცა სხვანაირად რა. სუპერი. ჩვენთან ეხა ცეკვაში ეგრე არ არის. სამწუხაროდ. სამწუხაროდ. მაგდონეს თუ მივახცევთ რა. ძალიან მაგარი იქნება. ორი კონცერტი შემთხვევაში რა. აქ ორი კონცერტი. ერთ და იგივე ლოკაციაზეა საუბარი. კი ბატონო. მორჩა ერთი კონცერტი ერთ სულიდან ანუ ვიხვიდა სამში დაისვენო შკაბინიო დაიც. ბაუ მეორე მეორე კონცერტი. აი როგორ ზოგადად ეგ ამბობი რომ გადაეცო. არა, ეგ ორი კონცერტი რო გაქვს, იცი რომ ორი კონცერტი გაქვს, ესე უცბად მაგის დაგეგმარება და უცბად არ ხდება. ყველაზე ძნელი იყო ჩვენთვის ორი კონცერტები, აი მაგალითად, მქონდა კიევში ორი კონცერტი და მე კიდე მეორე დღეს ჟიტომირში, თუ სწორად მახსოვს, კიდე ორი კონცერტი და ეგ იყო სასწაულად, ანუ მთელი ანსამბლი წავიქეცით, დავეცით, ესე რომ ვთქვათ. ანუ რაც ქონდა ორგანიზმში ძალა სულ გამოგვეცალა და რატო? ეს კიევის სცენა არის უზარმაზარი, ჩათვალე რომ აი დინამო სტადიონზე რომ ირბინო, ჯერ მარტო ირბინო. ხო ცეკვა მე რეკვანო შემოირბინო, გაიქცე, წამები გაქვს რომ გადაიცვა, გამოიქეცი, მე აქედან იქით გაიქეცი, იქიდან აქ. ჯერ მარტო ეს ირბილი რამდენ ძალას თხოვლობს. მე ორ კონცერტში ეს. მე მეორე დღესაც ორ კონცერტში და მე კიდე ორი კონცერტი რო გაქვს. აი ესე ქონდა ესეთი დალაგებული და აი არ ვიცი, მე იქ რა ვიცი.
მთელი ანსამბლი გათიშული იყო რა. და კიდე ერთი კითხვა. იცი რა მაინტერესებდა ამ სულშვილებთან მიმართებაში. აი კონცერტის დაწყების წინ რო იკვრება ჯაჭვი, ილიკო რო წარმოთქვამს სიტყვებს და ანუ რაც არის. აი ეგ განცდა და ეგ განწყობა მაინტერესებს, აი რა ხდება იქ და მე რამდენად გეხმარება ეგ ყველაფერი მუხტის აწევაში და ცეკვაში. სანამ დაიწყე. კი ბატონო, ზოგადად ეგ ტრადიცია მოუყვება ეგ შეძახილი ძველი დროიდან ქალბატონი ნინო რამიშვილიდან და ილიკო სუხიშვილიდან და ეს არის ძალიან მისტიური რაღაცა. და დგები უცბად აი ეს შენ იმ ადგილზე და იგივეს იმეორებ და არ ვიცი. მკვდარი რო იყო ცოცხლდები, ისეთი ძალა შემოდის და ისეთი ენერგია შემოდის, რომ ну არ ვიცი, ალბათ ომში რო გაგიშვან დიდი ავტომატით ან ვაფშე შიშველი ხელით შევარდები გიჟივით რა. მართლა ვიძახი სხვანაირი мотиваცია შემოდის, რომ აი ამ ყველაფრის მონაწილე ხარ და ამ ყველაფრის პასუხისმგებელი ხარ, რომ აი ეს უნდა გამოიტანო და უნდა აჩვენო და რა ვიცი, წარმოაჩინო ხალხის წინაშე რა. ძალიან დიდი სტიმულია რა, ესე რომ ვთქვა და ჩვენი მოცეკვავეებისთვის გამოღვიძება ეს. წინა სიტყვაობა იცვლება თუ ყოველთვის ერთ და იგივე ტექსტია? ამ სანამ მაგ შეძახილამდე მიხვალთ, ხო გეუბნებათ რაღაცა სიტყვებს? კი ბატონო. არა, სხვადასხვა ტექსტი არის. იქ ალბათ ილიკო იძახდა ხოლმე მაგ ყველაფერს და ნუ წინაპირობა რაც შეიქმნება, იმას გეუბნება რა. ნუ აი ესეთი რაღაცა არის. შენ იყენებ თავად მსგავს სტილს ბავშვებთან, ჩემ ანსამბლთან, ნუ ეგეთ რაღაცას არ ვიყენებ, იმიტომ რომ ეს სუხიშვილების არის და მათია და ესე უნდა ხა გამოვიყვანო ბავშვებით ავაყენო ესე უაძახები, ნუ არა. ჩვენ გვაქვს უბრალოდ შეძახილი, აი ჩვენ ქართულ ფესვებს გაუმარჯოს და რაღაც. არა, мотиваცია. სიტუაციას ვიძახი უბრალოდ, რომ მომოტივირებელი სანამ დავიწყებთ. რა თქმა უნდა, ხა ჩვენ სოლო კონცერტი რო გაქვთ, აი გქონდა სიტყვაზე, ან გქონია, ყოველთვის ვლაპარაკობთ, ვამზადებთ, იმიტომ რომ ჭირდება მოცეკვავეს მუხტი. რომელი მუხტიც მას გაყვება, გარედანაც ძალიან მაგარია, რომ შიგნიდან რაღაცა ამბავი ტყდება. კი ბატონო. ყველას ინტერესი მაგ დროს იქ ნეტა იქ რა ხდება ახლა. კი, რა თქმა უნდა. ფარდის მიღმა, ხო იცი, დაფარული რაც არის, უფრო საინტერესოა ყოველთვის. სამიდე სტუდიასგან, ჩვენი მეგობარი კომპანიისგან უკვე ტრადიციულად ყველა სტუმარს ვასაჩუქრებთ, შეგიძლია გახსნა მანქანის აქსესუარებია, როგორც გასაღების ბრელოკი, ასევე ჩამოსაკიდი სურნელი და ქართულ სტილზე, რა თქმა უნდა, როგორც შეგვეფერება ახლა ჩვენს ჯაბააში ყოველთვის. მადლობა ასევე გურმესი ლაგვანის, რომელიც უკვე გვიმას მისძება საკმაოდ გემრიელი ღვინით დააგმოვნე. კი ბატონო. მადლობა ქორეუგთა კავშირს თავისთავად, რომ სივრცით და აპარატურით და ტექნოლოგიით ყველაფრით გვეხმარება და გვერდში გვიდგას და ჩაქურას, ჩვენ სპონსორს, ჩვენს პარტნიორს ასევე, რომელიც ქართულ ნაწარმს და ზოგადად ცეკვის აქსესუარებს აწარმოებს, შეგიძლიათ მათთან შეიძინოთ სხვადასხვა აქსესუარები. და რა თქმა უნდა, მადლობა შენ დავით ძალიან საინტერესო რესპონდენტობისთვის, შენი ისტორიებისთვის, რაღაცებს წარმატებებს გისურვებ, ქართულ ფესვებს უსურვებ წარმატებას და ისედაც ვიცი, როგორი შემართებით და ამბით უდგები ამ საქმეს და როგორ მიყვები და როგორი კარგ შედეგებსაც აღწევ და უფრო მეტ წარმატებას გისურვებ ამ ამბავში და ძალიან დიდი მადლობა, რომ ვესტუმრე. გაიხარე, დიდი მადლობა. უსურვებ თქვენ გადაცემას ძალიან დიდ წარმატებას, პოპულარიზაციას ჩვენ სფეროში და დაინტერესება ქონოდეს ძალიან მაღალი და ეს დაინტერესება და ეს საუბარი რომ დაიწყო უკვე იმისი საფუძველია, რომ ბევრი რაღაცა გამოსწორდება, დალაგდება და როგორც წესი და რიგია ისე იქნება.